მოკლედ ხალხო, მარტო რაღაცა თქვენ გარეშე უკვე ვეღარ ვუყურებ ბეთლებს, ანუ არ შემიძლია, ხო და ეხლა კვლავ თქვენთან ერთად უნდა ვუყურო Rhymes and Roots-ის Morig Battles, ხვედე versus ატო, თუ ათო და ვნახოთ ერთი როგორი ბეთლი იქნება, იმედია გავერთობ, იმედია ვიხალისებთ, თქვენ კიდევ უსწრებთ დალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. ატო. პირველად რო გამოვჩდი ინტერვიუზე, ისე დავიბენი, თითქოს ვეგანურ სუფრაზე აღმოჩნდა კანიბალი. ჩემი ვერსები მტკნარი წყალი დავამატე მარილი და უცებ შტორმი მერე ქარიშ. ანუ რაღაცნაირი ფულერეტიპი არ გიგონოთ, მაგრამ თავიდანვე რო დაიწყო საუბარი, რაღაცა გამაღიზიანებელი ხმის ტემპი აქვს ჩემთვის რა. აი რაღაცნაირად არ მომეწონა, არ მესიამოვნა. ხალი. ბევრს მივეც საფიქრალი კითხულობდნენ ეს ვინ არის, დაჟე გამოყლევდა ტომიჯერში ზანგი ხალი. წინაზე ალბათ მეც უნდა ამომეღო ტელეფონი. რადგან ხალხი უარყოფითად განეწყო, ამას ეწოდება ელექტრონი. თქვენს რო არ მქონდა მუხტი, თავი მეგონა ნეიტრონი, პროტონივით სტაბილურმა ვერ გავართე სტადიონი. მოიცა ახლა. ვიცი რომ მოადგაშენს ნაპირს გემი, პროტონი, ელექტრონი, ნეიტრონი, თითქოს ბოლოში დავუმატე ჩემ სახელს ემი. ანუ ავაწყე ატომი, განახეთ ჩემი რითმების ხომალდი. არ ვიმეორებ იმას, რაც ხან მგონია ხოლმე რომ ამეებს რო წერენ თან Google-ში, ანუ აქამდე Google-ში იჯდა და ეხლა ChatGPT-ს ეკითხებიან ხოლმე პარალელურად რაღაცეებს, იმიტომ რომ შანსი არ არის რომ ეხლა ესეთი ძალიან ჭკვიანები იყვნენ, როგორებიც ეს ლაინები აქვთ ხოლმე აწყობილია, მეგეთის დამეჭილება ვრჩება. ყოველ შემთხვევაში ჯგუფში რა პოსტებიც იგზავნება ხოლმე არტისტების მხრიდან. აი მაგ პოსტებით ბაიც და ბაიც ძალიან ჭკვია ხალხს არ გვანან რა, ანუ გულწრფელი რო ვიყო ამ ყველაფერში ეხლა ვინც გინდათ, ამის გამო გადამიარეთ, მაგრამ ნუ მე ესე ვფიქრობ. სურს მე არ ვარ ცოცხალი ფოლადი. თუ კი ჩამომწერი ახლა დროა კარგად დამაკვირდე ინფორმაციას მოგაწვდი. მე ვარ ყვითელი წყალქვეშა ნავის ცივსისხლიანი ფორვარდი. ია. კიდია ჩემი ვერსები ოთხკუთხედია თუ ოვალი, წინაზე ამატერას უმოვკალი გავხსენი ახალი პორტალი. არ არის მორალი ვარ კოშმარი კართა მომდგარი, ვინც არის ის ვაპირებ რო სეზონი ავიღო შტურმით, როგორც კიტეიშვილი ოთარი. ჩემს წინა ბეტულზე ფეხბურთმა იქონია დიდი გავლენა. თან სირო შენი თვალი მეცა მიწევს სოდვის შადენა. შევეცი მილანს არ ვაპირებ გავყო არენა. შენთვის ყველა სიტყვა ბასრია, როგორც ბარსელონაში ჩემ ვერსშიც უამრავი გარს. ой, ხედე საადრე დრედები ხონდა და დაუშლია ეხლა დრედები და კაი მაგარი ჩანს. არ ვარ PSG-ს მეკარე, მაგრამ შრომას დიდი დრო შევალიე. დავწერე იამალის სახელი ქართული ასოებით, წავიკითხე არაბულად და საკუთარი თავი შევამჩნიე. ია. ახლა ცოტა ხნით გადავდოთ ფეხბურთი და გეტყვი რომ ამ თემაში ჯერ დამწყები მედიკოსი ვარ. მიწევს ნემსის გაკეთება შენთვის. ახლა გამოგიწერ მე დის და გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის მიმართე ექიმს. რა შეგეხება შენ? კარგი რეპერი ვერასდროს ვერ გახდები. დღესაკედან გაქრები მე გავათეთრებ ამ საქმეს, თუმცა შენ მაინც დაგრჩება ლაქები. თუ გინდა ატოს მაგივად. ძლივს, ანუ სულ მინდოდა ხოლმე რომ flow-ში ყოფილიყო, იმიტომ რომ იმდენად კომპეტენტურად დაფასებდა ხოლმე ბეთლებს და რაღაცა, რომ მეთქი ეს გოგო ჟიურიში რატო არ არის და აქ მაინც დგას. იმედია ჟიურიში დგას და პროსტა არ დგას და ძალიან კარგი ფაქტია ეგ. ტოტო დამიძახე, რადგან ვაპირებ რომ დღეს მე დაგიდო ფაქტები. ოკეი. кейს უთხარი ასეთი რაღაც. თავიდან ვიფიქრე რა სიმპათიური ბიჭია. მარაყლეს დაიკიდე ლატენტურობა ეგეც ხონიჭია. ტრეკში ამბობ ჩემ ოთახში ისევ მუქი ღამეებია, კარადაში რაც არის ის ყველაზე გამგებია. მართლა არ ვიცი ვის მალავ კარადაში, მაგრამ დამშვიდი, არ ვაპირებ ვიყო შენი განტევების ვაც. ახლა გააჯვიდა ამატერასუსთან ერთად იფიქრე ხალი ჯობს თუ კაც. ოკეი, ვინც არის ის ხვედეს არევასება ტრეკებში გინება და ახლა მიხვდებით რატო. როცა პროდუქტს ქმნი, ხელში უნდა გეჭიროს მინიმუმ ჯოკერი. მასალა შენი თუ არ არის აქ ვერ გიშველის ბროკერი, თუმცა შენ თვითონ ხარ ამ პროდუქტის ბეტა ვერსია და ფულა ამ პროდუქტის დეველოპერი. გავარტყი მშვიდობას, პირობას ვდებ ჩავაჭერ ჭრილობას, მიხედე შვილოთავს ვიმბოდავს ავაწყო ფანჩების კიდობას და თუ კი ფულა გადაწყვეტს რომ შეიგინოს ტრეკში, პირველი შენ დაკარგავს ზრდილობას. ია, უცნაური შეგრძნება არა, ესეც თქვენი მანდელას ეფექტი. ხალხს უნდა ცოტა სიცხარე ხო და გამოვართვი მეგრელებს აჯიკის რეცეპტი. თუ ჩემ სიმაღლეზე აპირებ ბაზარს, მიწევს ერთი რამის გამხელა. ძველი ნაცნობი რომ ხდება ქუჩაში, ვერ ამბობს რამხელა გაიზარდე არა და მახსოვ ხარ ამხელა. რაც არ უნდა ცადო ამაზე მეც მაინც ვერ დაწერ ხო და ეს იყო ყველაზე მეტად ის მიყვარს ხოლმე რა, რაც აქვს დასაცინი თავს რო დასცინიან, ანუ პირველ რიგში და მე მოწინააღმდეგის მხრიდან იმდენად აღარ არის ეგ ისე მძაფრად და მაინც და მაინც ფანჩა დაახქმად, იმიტომ რომ შენ თავს შენთვის უნდა დასცინი. ანუ მე ყველაზე ალფა თუ როგორც არის, ალფა ბეტა ომეგა ხოდია რა და ძალიან მომწონს მაგას რო აკეთებენ. შენთვის გაკვეთილი, რადგან შენი ტანი ისევ ტვინს დასდევს და кейსიზმარშია ჩარჩენილი. ყველა მიცის დეჟავუს მნიშვნელობა, მაგრამ კითხვები მაიჩნდება თავში. მაინტერესებს რა ქვია იმ შეგრძნებას, როცა სხვის სიზმარს ხედავ ცხადში. ოკეი, შენ არაფერი გეშველება, რადგან აზრი არ გიდევს აბზაჩი. დღეს ისე დაგაყრი ფანჩებს თითქოს იყო გარდატეხის აზაკში. ჩემნაირ ნახავ ერთ საათაში და როცა მოგიგებ შევერკინები ოდინს უკტავების დარბაში. რა უნდა? ანუ აი იყო, მაგრამ თითქოს წინამორბედების პროგრესელი რაუნდები ჰქონდათ, ფანჩლაინებიც იყო აქ და ისეთი რთული
რაუნდიც იყო. უბრალოდ რაღაცა არ მომეწონა ბოლომდე. თითქოს მეტიც შეიძლებოდა. პირველი რაუნდი. ხვედე. დღეს მარტივი ტექსტები მექნება, რადგან ოპონენტი მყავს ესეთი. თოლთანაც ასე ვფიქრობდი, მაგრამ სხვანაირი მივიღე შედეგი, მაგრამ ჩემი მიზანია შემდეგი რომ ბეთლი მოვიგო, შემდეგი მას მერე რაც ამის თავზე წიხლით შევდგები, მაგრამ ჯერ მოგესალმებით. არ მინდოდა ესე დამიწყო, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიფიქრე, დასაწყისი რაზე ამეწყო. ჯობია დამწყოლო ბიჭო, რადგან პირველივე წამიდან იცი, მაგრად გაგედო, ეხლა ისე ვარ, თითქოს აქ არის ჩემი სამეფო. ხო დავაძლევდი ამ გლეხ შანს, რომ თავისი წასულიყო, სანამ გილიოტინაზე დადებდა თავს. მაგრამ ეს ადრე ეხლა გვიანია უკვე თავმოჭრილს გავს. შენი სხეულის ნაწილებს შენ სახში გავატან სხვას და შერიფიან გამომძიებელი ვერ გამცემს ხმას. ნახე ტიპი როგორ მედგრად დგას. იტანსათას დარტყმებს, მე კი ვამძიმებ ამ ფანჩებს. შიგტენი უამრავ რავენს და თქვენი ხილოთ ამის მკვლელობას ამ ღამეს. მე ამასთან ერთად გაზიდავენ მისი მეგობრების გვამებს. თამკვლელობა ხდება ბარებს. ონკვლელი უნდა ერთი შევამჩნია რომ აჩქარებულია რა, აქამდე ცოტა ძალიან დორე და ნელი იყო. და ხვედაც კიდე ის ახასიათებს, რომ აგრესიული ტიპი არ არის რა, ძალიან რაღაც ზოგიერთი როა და აი ძალიან ხელოვნურადაც რო გამოსდა, ესეთი დასტოინი ტიპია და ჯერ როგორც დაიწყო, მაინც და მაინც ესეთი ლაინი არ ქონია რომ რაღაც აღფრთოვანი. მკვლელი უნდა იყოს დაჭერილი ან გვამი. შენ ჩემამდე ვერ მოხ. განარამე პროსტაჟორია. თუ ვინმემ გაიგო რომ დღეს ატომო მიგებთ, არ დაიჯეროს პროსტაჟორია, არ დაიჯეროს პროსტაჟორია. მაგრამ ეს სიმართლეა რომ ძმამ ლამის 30 წელს მიუკაკუნა და რეპის კეთება თურმე იმიტომ დაიწყო რომ ჰიპ-ჰოპი მისი ჰობია. მაგას ვაფშე როგორ ამბობ, როცა ისეთი ბანძიდელი ვერი გაქვს, ინდოელი კურიერი გჯობია. პირველივე წამიდან თავს ისე უზნობ თითქოს ეს ბეთლი ჩემი მონოლოგია. რადგან შენ ტექსტებში დაგუგული შამქორის გარდა არ ჩანს სინტაქსი ან მორფოლოგია. გრამატიკის გაკვეთილსაც ჩაგიტარებდი, მაგრამ შენ უფრო რაღაც ისეთი დარგი გჭირდება, მაგალითად ონკოლოგია, რომ შენ შეისწავლო შენში დაავადებები და მათი ქრონოლოგია. ეს მომეწონა ძალიან კაი იყო. ანუ იმაზეც გავუსახე რომ დაგუგული ტექსტებით ხარო რაც მეც ვთქვიტიაში რომ ზოგადად ეგრე ხდება ხოლმე ჩემი აზრით თქო და თან შიდა რაღაცა ამბებზე ონკოლოგიური ჩანართით ძალიან კაი. იცი? ხათი ქრონოლოგია. კაროჩე შეიძლება მისმენა გონია რომ ჩემი სიტყვები ზოგჯერ ჩემივე აპოლოგია, მაგრამ რაც არ უნდა ეცადო ჩემი ცხოვრების ბნელ ჩიხებში ჩაძრომას, ვერ გიშველის ვერც არქეოლოგია. შეიძლება ფიზიკურად არ ჩანს, მაგრამ შენზე იმდენად მაღლა ვარ და ჩვენ შორის მანძილი იმდენად შორია, ჯობია დაიხმარო ასტროლოგია, მაგრამ ეხლა დავეშვათ მიწაზე, თორე შეურყია ამას ისედაც ეს დაქნეული ფსიქოლოგია. აი, ერთი რამე მაინც მითხარი, რაც რეპერის გაქვს. ბიჭო ცოტა აზზე მოდი, ჯობია ისე მოიქცე, თითქოს ტექსტი დაგავიწყდა და არ გახსოვს რას ამბობდი, სანამ დილანდელი ნაპასივით გაგაქრობდე, თუ გინდა იმ მომენტზე გადავახვიოთ, როცა აქედან წასვლას გთავაზობდი. აი, შენი და ამატერას უზბეთლი. ბიჭო, ჩემი და თოვლის ბეთლზე უარესი. თქვენ თითქოს დარჩინეთ. ძალიან ცოტა იყო ის და თოვლის ბეთლი მარტო შეშინდება. ეგრე უფრო დაარსებდეს საყოველთაო ხალხო. ჩემი და თოვლის ბეთლზე უარესი. თქვენ თითქოს დარჩით ეთნაირად ბარში ოღონდ იმ გასხვავებით, რომ ბარი შენ ხარ მოკლეტარით, მაგრამ ამატერასუს მაინც გაერჭე ტრაქში. კაროჩე იმ დღეს უყურებდი ჩემი და KMC-ის ბეთლსა. აუ რაღაცები ძალიან ცუდი იყო, თან ის იმდეს ბაზრობდა, მაგას ხო უნდა გაძლებ. რაღაცები ძალიან საშინელება იყო, მეთქი ეს აღარ უნდა დავუშვა. ამ დიდი ბავშვების კლასს მძიმე ფანჩები უნდა დავუშვა, იქნებ ნერვიულობით, ზოგი წონაშიც დავუშვა და დავუშვათ. აი მაგრამ რა უნდა ქნას, ეხლა ისეთი რომ ბეთლის მერე უკან მოუხედავად სახში არ გავუშვა. თან შენზე დისების წერა სირცხვილიაო მითხრეს, ნუავსებ ფურცლებს. მაგრამ სირცხვილზე მეტია, როცა რეპში შენ ჩდები ესე უცებ. ფეხბურთელი რო ვიყო ამის სახეზე უეჭველი დავსვიდი სისხლით ბუცებს და ეს გული თუცემს. ვერ ბძვია მძუკნებს, ვერ უძლებს, მარტივი იქნება უთხეს, მაგრამ წუხს დღეს იმაზე რომ ვერ იტანს ამ წნეხს. ამით ხვებს ვაძლევ მაგალითს როგორ არ უნდა დაიმსგავსონ აი ესეთ კვერცხს, რომლისგანაც გაჩნდა ამხელა ქათამი. ის კი ფიქრობს სამართალი სად არის საზღვარი არ არის გასაქანი არ არის კი თითქოს არის მართალი, მაგრამ მაგ სიმართლეს გავუკარი შენ სიტყვებში სიმართლეს ვეძებდი არ გაქვს. ისეთი საუბარი გაქვს, მტანჯავ თითქოს რაღაც მაგარს აძლობ ამნაინებით მართო და მე პირდაღებულს ვსწავლებ მარტო. კაროჩე ამ ერთისთვის მანძილზე სულ ეს მიზის ტვინში რასაც უკვე მიხვდით, ყველგან ეს მეჩვენება ისე უკვე თითქოს ვარ ფილმში. ცოტა მომში და რესტორანში დავჯექიდან შემშლილი ხელსმიშლის პიკში. როცა საჭმელის ამის სახით რაღაცებს რითმავენ ეს ხდება ჩემ ტვინში. პირველი თვალში მხდება ლობიო, უცებ მეც ამ მისახე წარმოვიდგინე, მაშინ ერთი ის მესმის ახლოს მოდიო. მივიწიე ვიგზენი წიწაკაც ქონია, გავსინჯე გემოცისეთი მონაგონია, მაგრამ ამის ბაზარი ჩამესმის ვერავიდან სხვა რამე ავიღო ჯობია. უცებ ამ სუფრაზე ეს storytelling-ის ნაწილი ახალია რაღაცა, ხვედეს არ ახასიათებდა. ცება სუფრაზე თვალი მოუკარი ხინკალს და ეს ხინკალიც ამის სახით რაღაცებს რითმავს. გვერდით სალათებს ზისავს თითქოს ცოტა რისკავს ვშხები ბიჭო თავში მაგარი უბედური აზრები მიტყავს. ამასობაში მოვაქვთ ქაბაბი ეგეც ატოს რო არ მიმემსგავსებინა არ მქონდა საბაბი. უყურებდა უყურებდა იმენა ეს არის ხო და მეთქი ქაბაბს გავუკარი ძლივს როგორც იქნა.
როგორც იქნა გამიქრა ამაზე და ბეთლზე ფიქრი მეთქი ჩაკაფული სად არის. ჩავიხედე და იქაც ეს ცხვარია ჩამბალი ფუ მეთქი მოაშორეთ იქვედოს ღომი მაინც არაფრის გემოაქვს ამის ფანჩები ვიდა იქნება დასულდეს ეს ჩემი მენტალური ომი. მაგრამ მოიცა ამ ყვერისნაირი ყველია შიგნიდან ისე იწელება როგორც ეს ჩამორი. ეს ყველა ფიქრი დავაბრალე მოწამულ საჭმელს და ისე მივეძალე სასმელს. პროსტა იგენიც შენი ფანჩები ვიც. ავაქ იმის წამოვიდა ვაიბი რა, кейს რო ქონდა, ბადრი აბაზეშენზე კი არა და აჯაფსანელზე რო ქონდა, აი ეგეც ერთი ვაიბის არის ზუსტად რა, მგონია რომ ინსპირაციაც ეგ იყო. სუსტი იყო, ისიც ისეთი სუსტია, შენი ფანჩებიც ისეთი სუსტია, როგორც ის ყურძნის წვენი. ჩემები კი ისეთია, როგორც ძველი ღვინო ქვევში, ცვეთში. შენთან მეტრი როგორ რაღაცას გავს, იცი თითქოს ჩრდილთან ბრძოლაა. მარტო შენ თავ ეს საჭმლის ნაწილი ძალიან საყვარელობა იყო და სახადაოც იყო და მომეწონა. ოჩა. სიმეორებ და ეგეც დაკოპირებული ფორმა, აბა მიბაძვის ნიჭი, ვინ მოგცა რითხარ ღირსი, გაგიმართლა რო აგვდგავარ, ვაფშე არ ვარ შენი საკადრისი. თან შერობაზრობ ერორი აქვს ხალხს. დამუღამე? ჩემი საუბარი კი მელოდიას გავს. ამდენი ხანი მელოდია ხوار. ეს მელოდიკა ხპა უნდა ცადოს ბევრი ინფო მოიძიოს, ნახოს იქნებ ფართლაც გამოვიდეს, რამე ფიქრობს ამით ხალხს გაართობს, სახში ყველა თავზე ევლება. არავინ ტოვებს მარტოს და აი ჩემ ბეთლებს უყურებს ამ დროს. ფიქრობს ზარდობს უნდა ბეთლი მომიგოს, ნატრობს, მაგრამ აქ მოსული რაღაც აბსურდულ დიქციას აზრობს, ირქმევს ატოს და ტიპი ვილსონზე უარეს რაღაცას ბაზრობს. ესენი კიდე ტაშს უკრავენ. ვიჯო. აიცა. ერთი. არჩე როცა გადაწყდა ჩემი ბეთლზე გამოსვლა, მაშინვე მინდოდა რაღაცების წერა დამეწყო, მაგრამ ოპონენტი არ მყავდა. ხო და დღეები ისევე როგორც ადრე კაიფსა და სმაში გამყავდა, მაგრამ აქ არ მოსულა შენსავით მხოლოდ იმედი სამარამ აქ ვერსები სამალა ტიპმა აქამდე მოსაღწევად რა აღარ გააკეთა იარა სად არა, მაგრამ რა. მარტო დიჩიზმაკაცი როა ეგაა მიზეზი, რატომაც აქა. დიჩი რო არა ხო იცი არავინ მიგიღებდა. დღემდე არ ვიცი ეს კონკრეტულად იყო ვისინება, მაგრამ ამის შემხედვარე მეღიმება ბიჭოთან 1000 მარტო უაზრო აზრი მებადება. ეს აზრები ისეთივე უინტერესოა როგორც შენი საუბრის სტილი. არც მინდოდა ამის თქვა, მაგრამ მაინც უნდა კითხო, რა ჯანდაბად გინდა TikTok-ის 200 ნახვიან ვიდეოებზე დონაციის ლინკი. მაინც არავინ ჩაგირიცხა. ამ რინგზე მე ვგავარ მყარად შენ უკვე ძირს ხარ დაცემული. რასაც შემდეგ რაუნდებში ვიძავ, საგანგებო დარტყმა იქნება დაზღვეული. იცოდე რომ ცვიჩხუბო ყოველდღიამ სვადა მქონდეს თვალებში სისხლი ჩაქცეული. ცხეული დგას მედგრად ბოლოს შენ დარჩები სახე ახეული, თითქოს იყოს სეული შენ ვიღაც კორეელი გაქცეული. მე მინდა წინ წავიდე აზრებით შენ ხმაურით. შენ ტექსტებში პანჩლაინი იმდენივეა, რამდენი სუდაბნოში წყალი ხდება კრაუდი. ეხლა დავიღალე შექმენით ხმაური, ამას კიდე ეყოფა ეს რაუნდი. პროგრესი აქვს აშკარად და ვიცინე მომეწონა ცოტა ხარვეზები აქ, მაგრამ არა უშავს გავაგზავნოთ. რაუნდი. გადავხვიოთ ახლა. кейსთან ბეთლის დროს ელოდებოდი მოწინააღმდეგის რეაქციას, მაგრამ შენს ლაინებს ვადა გაზდის დავადებ მე რეაქციას და როცა მოგიგებ შენი ფანები გამიმართავენ მე რეაქციას. სად ყავს ხვედეს ფანები, კაი რა. მგონი არ ყავს რა, მე არ ვსმენია და ხვედეს ფანებო გამოდით აბა და გულები გავისპაბეთ, ნახოთ რამდენი ხართ. ახლა დაელოდი ამ რაუნდში ჰიპ-ჰოპთან ჩემს ქიმიურ რეაქციას. შენ ხარ დაბალი ღობე, ვისაც მოუნდება გადაგივლის. ყველა ფანჩი ჭრილობად გრჩება, არ გეგონოს რომ გადაგივლის. შენ ხარ ის ძაღლი, ვინც მხოლოდ ღობის იქიდან ყებს. შენ ხარ იმ გოგოების საოცნებო ტიპი, ვინც ბავშვობაში ჭამის შემდეგ არას უფთავებდა თეფს. სანამ რამე სიტყვი ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი. იძახი რომ გამაგდებ, მაგრამ არ ხარ თესლი ტექსტის დამწერი. შევერ იქნები განგსტერი, მე რა რო ქვედა სართულზე ვარ, არ ხარ ანდერი. მე ვერც ბიძზე გხედა, ვერც აკაპელაზე დამიძახე სტივ ვანდერი. ოკეი. ვინ იცის რა არის ატმოსფერული წნევა? ატმოსფერული წნევა არის ჰაერის წონა, რომლის საზომ ერთეულს ბარი ეწოდება. მარტივად რომ ავხსნათ, ხვედეს ფანჩებს გავს, ჰაერივითაა, თუმცა არ აქვს წონა, რომელსაც ხალხი ელოდება. ასე იწერება ბეთლი, იმედია ოპერატორი ამ ყველაფერს იწერს. შენი ტვინის სელფის სიმბარაც გავს, ვერც ერთ ხალხს ვერ იჭერს. აუ სელფი მაგ და ძალიან კარგადაც იჭერს რა, რა წესია ვერ გავიგე, ყველა რატომ აბულინგებთ მაგის გამო. ვერც ერთი შენ ამასაც ვერ გაიგებ და მიკვირს დიჩი ამ ბომბს როგორ გაუღე კარი. მე არ ვარ იანგ მაიკი, მაგრამ ეს გადაწყვეტილებაა ჩემთვის გაუგე ბარი. ისე გაქვს პოტენციალი რო ახვიდე მაღლა, თუ ამაზე კარგად იზრუნებ. მოიცა, არ გეგონოს რომ გაქებ, უბრალოდ შემდეგ ეტაპზე ზემოდან მიყურე. შენმა ტრეკებმა დამგრუზა. ყველა ლაინი ერთმანეთზე დარდობს. იმენა ქელეხის თამადახა, რომელიც სადღეგრძელოს მარტო წასულებზე ამბობს. სერიოზულად შენი ტრეკები მართლა არ ჯდება ყურებში, ისეთივე ნაგავია როგორც სიმბოლო დესკტოპის მარჯვენა კუთხეში. წინა ბეთლების მერე ბევრი რამე შეცვალე. უფრო დაიხვეწე, ანუ განვითარდი, ჩათვალე. მაგალითად შეიცვალა ის, რომ ფსიქიატრიული კლინიკა დატოვე, მაგრამ ვაიბები წაშალე. თავსეო მეტი არაფერი. ოკეი. ეს ის დღეა, როცა ყველა უყურებს შენს ტანჯვას. ისე სწრაფად გადმოვდივარ შეტევაზე ვერ ახერხებ აქმას, დღეს დიჩის დაუძახებ ფეოლას, რადგან გამოგძახებს ხვედელიზე დაიწიე უკან და მიხედე დაცვას. ეხლა გავიაზრო ხვედელიზე რომ მაგიტო აქ ნიკნემად ხვედე.
შენ არ ხარ ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ შენი ინტელექტია ხელოვნური. არ გაქვს კარგად აზროვნების უნარი. დროს ნუ კარგავ აქ წაგებას ვერ გააправებ როგორც უმარი. ამ ხალხის რეაქციას უეძახი ჯაჭვურს, რადგან ჩემ ვერს დავუმატე ურანი. ია. ეს ტიპი რაღაც ქიმიკოსი ხო არ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაინი აქვს მაქედან რა, ატომები, ელექტრიკები, ისინი და ეს მეტაფორა, ეს არის დიდი აფეთქება, ფინალამდე არ ვაპირებ გამორთო ნავიგაცია. აქ ვნახოთ ვირაკაცია ან ვის აქვს мотиваცია. თუ იგრძენ ინტოქსიკაცია, მაშინ ჩემმა ფანჩებმა დაიწყო ჟონვა, დაიწყება დიდი რადიაცია. ეს მეტაფორაა და შენ ჰიპ-ჰოპის ნეტა რა იცი. დალევ ორ ჭიქას და მერე ტრეკებში განიცდი. დაიცი რა სხვაობა ჩემს და შენ ჰიპ-ჰოპ შორის. მე DJ გროტესკი მირჩენია ვიდრე ნინა კრავიცი. ამასაც თუ ვერ მივხვდი მართლა ტვინზე ქონია ჯადო. მარტივად აგიხსნი მე მირჩენია ვიყო პელი ან ლადო ვიდრე რაღაცა ყლეობა სამერო აიბიდავდო. დაელოდე მესამე რაუნდს იქნებ ჰიპ-ჰოპი იქ მაინც გადაგდო რაუნდი. მეორე რაუნდი ამ ტიპის უფრო მომეწონა რა. ისეთი იყო. ფანჩებიც უფრო მეტი იყო, უფრო მეტად ვიხალისე მთელი ამბები. მეორე რაუნდი თოკის კაი იყო. თოკი კი არა და ატოსი ბოდოში. ხვედე. შენ ამბობ რომ ბზინავ, მაგრამ სინათლე გაქვს ფუჭი. მე ვარ ვულკანი, რომელიც ყველაფერს ანგრევს, შენ სანთელი რო ჩავაქრო, პროსტა უნდა შევუბერო სული. ალბათ არც თქვენთვის გამოვა ამის წარმოდგენა რთული და ზოგჯერ ესეთ მარტივ რითმებშიც იშოვება ფული. მე რომ შენ წინ გები შენ ფანტაზიას ვანგრევ. ახსნი ფარდებს, არავინ არ მადარდებს, ვინც გიყურებს, ვამბობ ფაქტებს, არ ვიქცები ტელევიზიასავით, არ ვცდილობ ამბავი სკანდალს გავდეს. მაგრამ ამ დოკლაპიას მგონია რაუნდს მართმევს, მაგრამ მარტო ბეთლის მერე მართმევს და ისიც მარტო ხელს. შენ გინდა გამოცადო თავირებში, მაგრამ ეს უფრო სტრეს ტესტია. ჩემი რაუნდების მთავარი აზრი ქვეტექსტია, შენ კი ყველა სექს ვერსია, ეს კიდე სასომხეთის ექსპრესია ხო და ნახუი ერევანში. ბიჭო ვიცი კამერებს უყვართ როცა აშუქებენ ვიღაც ნაბიჭრებს, მაგრამ ის მაგიჟებს რომ რეკლამას უწევენ შენაირ არიფებს. მე ესეც ამ ყველაფერს იფერებს, რეპერის იმის იკერებს და ამას თვითონაც იჯერებს, ვერ ვიტან შენაირ პირფერებს. სანამ ვიღაცებს უმართლებ და ბეთლებს შემთხვევით იგებენ, ეს ბავშვები ყველაფერს სხვანაირად იგებენ. გონიათ სიმდიდრეს და სიდიდეს იღებენ, მაქსიმუმ პირში იღებენ და ცოტა ვაზელინობას მისდევენ. შენ სიტყვებს ისეთი ძალა აქვს, როგორც ორლარიან ენერგეტიკულს. ჩემი ასაფეთქებელს გავს 100 კილო დენთი მოყვება, ანუ ეყოფა ობიექტს ტაქტიკულს. ჩრდილოევროატლანტიკულს მოგიწყობ ისე დღამის გეგონება ატლანტა და სადმე კალონკასთან სუქანი ზანგივით ჩაგაკლავ. გარამდე რომ მოდიოდი და ტექსტებს იმეორებდი, გზაში ვიაგებდი იცოდი ამ დროს მეც რაღაცებს ვფიქრობდი. დაუგეგმე მკვლელობა 1000 შიტოქი, მაგრამ არ მეგონა რომ ამას ვიტყოდი. შენ საფლავზე უნდა ვიცე კლოსური ქალი რო ყოფილიყავი, უნდა დამეტოვებინე ორსული, შეიძლება გონივარ ორგული, მაგრამ მე ნახდა და არ ვიცი შენ საიდან გამოძვერი ეგეთი მოდური. გაგიმართლა რომ ცოტა შერბილებული იყო აქამდე ეს კულტურა. თორე ვინმე წესიეს რო შეხვედროდი, დარჩებოდი ცალიერი კულტურა, მაგრამ თუ გონია რომ ამ ბეთლის მერე გადარჩები, სადაც ხარ ზუსტად მან დარჩები. დიდი ეგო გაქვს თუ გონია არ დამარცხდები, ბიჭო ზალებს ზოგავ, თორე შუშანი გზე უარესად გაწამებდი. პიტიახში ვარ შენთვის ამ ციახში, მაგრამ თავარი მაინც შემდეგი მკვლელობაა ჩემთვის მისიაში. ამ ტიპს წარმოდგენაც არ აქვს, სად ვარ, არ იცის რა სიმაღლეზე ვდგავარ. რაც ეკრანებზე ჩანს, მაგას ნუ აიღებ ჩემი ცხოვრების მთავარ საგნად, რადგანაც მან ჩანს მაგაზე ბევრად დიდ ბაგავს მალავ და მაპატიე რომ შენ ხარ სამიზნე, რადგან მოგების შანსებს გბარავ. ბიჭო ტიპი ისეთი პიდარასტია ბეთლში, როგორც აი ეს გეიყმაწვილი ველასთან ბენჩი. და ეს მანძილი ჩვენში არ არის დიდი ცვეთში, მაგრამ შენაირებს არ ვიყენებ გვერდში. არ ვიცი ამათ მარანახეს შენში, მაგრამ მიწევს გატრიალო ამ რითმების სეთხში, შენ გინდა წვიმა თავს მაქეში და მე ხალხისგან ხელზე ამბორი მესმის. მაგრამ ფრთხილად იყავი, რადგან ამ დროს ვიღაც უკნიდან გესვრის მარტივი არა ამასთან ბეთლი ჩემთვის. ამ დრამატურგიის შეშურდებოდა შექსპირს მოიცა. მალე დავამთავრებ, თეთრი ლაქები დაამშვენებდა შენ პირს. ცოტა გაძელი, ნახევარფინალში კი პელე შექსვრის. Короче, აქ ვზივარ, სასმელს ვარ გართული ვარ ამაზე ფიქრში, პროსტა ისეთ რაღაცებს ვფიქრობ, მეთქი რამე ხო არ ჩამიყარეთ სასმელში. უსებამ ფიქრებს გავეშვი და შემოვედი ბარში ტუალეტში. ნუ იქ ხო არ დაგაცინიან ვიღაცა მოდი, შენ ხო ხვედე ხარ მის რაღაცა ფიქრებმა წამიღო. უცებეს მეკითხება სეზონზე რო ხდები იმ ტიპს რა უნდა აგინო. მეც გამეცინა მეთქი არ მიყვარს გინება მაქსიმუმ ცრემლივადინო, ეს ასე ხდება რეალობაში, რაც თქვენ გონიათ ეგაა სხვა კინო. დაუბრუნდეთ ატოს. ტიპი იმენა ნაფნაფია სამი გოჭიდან ან გარფიუნდია ხალისათაური. ამათნაირებს ბეთლზე დგომა იქამდე უნდა სანამ ემოციები გადაუვლით. მამეც რაც ქართულ რეპში ხდება, იმის მერე შენი აკოფნა არ არის სასწაული, თან ფეხბურთში არ გაგიმართლა, მანდ უკვე შენი ასაკის ხალხი მოდიდან არის გადასული. ყველა მიცის წინას არ ვიცოდი რომ ატო შემხდებოდა, ხო ეგრე? დავარქვა თამას მე 7 გზნობა. კეჭის ხანდა ისე გამომხედავ და ხოლმე ხდებოდი რაღაცას თვითონაც გზნობდა, ხო და ამ დროს ვიფიქრე რომ არ იქნებოდა დანდობა, მაგრამ ეს რომ ამას ვიქნა მეთქი იქნება ცოდვა, ხო და ასე მოვიპოვე მისი მეგობრობა და ნდობა. და ამ დროს მითხრა რომ სომეხია. ტიპით არ როგორი სომეხია, იცი? როგორი სომეხია, იცი, აი ვეფხის ყავოსანს რო თავისად იბრალებს. მასე იბრალებს წინა ბეთლის მოგებას, მაგრამ მაგაზე არავინ იდარდებს. ტიპი ისე ყვება რაუნდებს, თითქოს თავს იმართებს, მართალია გამარჯვება ჩაუდეს, მაგრამ ამით პროსტა თავს იწყნანებს. ოღონდ ეს ფაქტია რომ სომეხია მართლა. ისეთი დაკომპლექსებულია თვითონ მითხრა, მაგრამ ის იცხვა რომ თუ ამას ვიტყოდი რაღაც ფრისტაილებს მოაყოლებდა, ხო და კმარა რაუნდი შენი დროა, მიდი აბა.
კარგი, ანუ ხედე ესეთყობა პროგრესი, მთელი ამბები ის ჩავარდნებით აღარ აქვს რაც ქონდა, უბრალოდ მარილი კვლავ მაკლია. აი, პირველ რაუნდში უკეთესი იყო, მეორე რაუნდი იმდენად არ მომეწონა, იმიტომ რომ ატოსი უკეთესი იყო ჩემი ეს აზრით. მოვაყოლებ რა. კი ბატონო, შევერე. მესამე რაუნდი ატო. ოკეი. მე ისეთი სომეხი ვარ, ვისაც სარუკიანს ურჩევნია თოფურია და სხვათა შორის და სხვათა შორის არ ვიძახი რომ ხინკალიან ვეფხის ყავოსანი სომხურია. ოკეი. დღეს მე მოვაწყობ ბუმს, ჩემი რეფორმა იქნება ავტოკრატიული. გავაკეთებ მაქსიმუმს, გათვლები მაქვს არითმეტიკული. დამიძახე ბიორნი მე მაქვს დიდი გულით 16 ბარი ფანჩებით მაქვს აკინძული. გაგიტან რქებით როგორც ბუღა შენ უკვე ხარ განწირული. შენი ნათქვამია ფასიანი როგორც ზემო ჩამოთვლილი ყველა ენერგეტიკული. დღეს მე გაჩვენებ კლას უკვე დაირეკა შენი ზარი. დღეს მე ვაგრძელებ 900, ამიტომ მოვიტანე მეტი ბარი. თითქოს იყოს პიკის საათი, გადავტვირთე ჩემი ნაწერი. ახლა გაჩვენებ ნამდვილ ჰიპ-ჰოპს, დამიძახე დეტექტივი ჯეიმს კარტერი. 4 წლის წინ ჰარუტამ თავისი გენიალური პროექტის მეორე ნაწილი დადო, სადაც იქნებოდი შენ ზედმეტი. ამანაც ვიზე ნაკლები ვარო და ზუსტად მაგ დროს გადაიღო იმედი ლაივის რეპრეზენტი. ასეთი ტექსტით ჩემი ძმა კაცია შიზო, მალე მიხვდები რომ ყველა ჯობს ერთი ჭიქალუდი ჯოინტი, რაც მევასება შენ ხო იცი. რა ვიცი, რაღა დავამატო. ამით ყველაფერი ნათქვამია. ტიპი ისეთ კრისტალს ბაზრობს, ჟეორეპერზე მართალია. შენ ყველას კიდი ხარ, ვინც მეწინააღმდეგება გამოვიდეს და თქვას. იმდენად უინტერესო ხარ თესლი ფანჩის რო დაწერო, საურონიც კი დახუჭავს თვალს. მე ჯერ ოპონენტს კლავ, მერე ვაცოცხლებ, ვაუნჯობესებს სკილებს ვიყენებ მაგიას. მე აქ სოლოზე გავდივარ ეტაპებს ვიფიქრე ამ დილას შენი დროც დადგა დროა შემოუერთე მკვდრების არმიას. ჩემი გონების პროცესორს აქვს უამრავი რითმების დასტა. ამ ლაინებში სიმხურვალე იგრძნობა. უკეთ რო წერო დაგჭირდება თერმოპასტა, შევერ იქნები რაიმში ბასტა, ეს ყველაფერი ატომ უკვე განგიმართა. არ გაგიმართლა სტაჟიანი ხვედე ვერ განვითარდა, ვერ გაიზარდა, არ ეგონა ატომამდე გოლს თუ გაიტანდა. მე წინა ბედლი თუ გამივარ და ახლა ფიქრობთ ეს რატო დაიბადა. ჩემი ვერსები ყოვლი შემძლია, მაგრამ მაინც არ ვატარებ ნიღაბს. მე ვარ ზუსტად ის სინათლე, სანამ გაივლი გვირაბს. შენ აქ შემთხვევით მოხვდი, ხო და ნუ იქნები პირფერი. ჩვენი ბედლი თუ კომედია, მაშინ აქ მე მაქვს თავარი როლი, დამიზახე ჯიმ ქერი. ატო გამარჯვებასთანაა ორნაბიჩი, თემა უკეთ უნდა გაშალოს. იმდენი რაღაცის გატარება გიწევს ფსიქიკურად აქშალოს და როგორც მოლარე მენეჯერს დიჩი შეხვეწები ეს ყველაფერი წაშალოს. ძალიან მომბეზრდა ხალხო. პეწი აკლია, რაღაცნაირი ბეთლია. ეს უკვე პერედოზია, იმედი არ აპირებ აქედან გაპარვას. შენ შეგიძლია აგინო სისტემას, მაინც არ მორჩები ფანჩების გადასხმას. სანამ მიყავ ხარ სასტრაფოს მანქანას, იქამდე კითხვები მოდის. შენ არ ხარ კილა, მაგრამ მაინც მოგიწევს იმის თქმა, რასად და როდის. თუ აპირებ შემდეგ სეზონზე გამოსვლას, გირჩევ, კარგი ვერსები წამოიღო. თორე ხო ხედავ დიჯი მკენჭისყრაზე პირდაპირ ჩემი ნახევარფინალის საგზური ამოიღო. ესაა სიმართლე ნუქსტრის იმაზე მეტი სკილი ვიდრე ბრუსლის ატოს უკრის ეს იმას უდრის არ უნდა სუსტის გაფატრა მუცლის ამით უსვლის ვალუტა კურსის ხდება კურსის მიწევ შესვლა კურსის ნახევარფინალში მე პელე გურამა და დოკი უყურე შენ მერე რა არის რაგნა როკი თუკი თოკი ვერ უძლებს წონას მაშინ იხილავ ღმერთების ბრძოლას რა უცნაურია ბეთლი იდუმალი ცოტა მისტიური დარტყმები რომ მოიგერიო გჭირდება ფარი მაგრამ აქ მაინც მე ვარ ნიკ ფიური ამდენი წარუმატებლობის მერე შეგიძლია გახდე ჰალკი ან თორი, მაგრამ მხოლოდ საკუთარ თავთან გექნება უსასრულო ომი. ეს ჩემი ერა არ მჭირდება მე ფეიმი. დავასრულებ ამ ყველაფერს ეს იქნება end game რაუნდი. მესამე რაუნდი ხვედე. მე მაინც მომბეზრდა. და გავხსაილა, მაინცა გიპასუხებ მაგაზე. შენი რაიმები არის ფაზლი. ნახევარი ნაწილი აკლია. რეალურად რო ვთქვა, MC-ისთვის ეს ყველაზე დიდი ნაკლია. კაი. ატო მეტი როგორ განგიმარტო რომ ბეთლში ვერ ჭრის შენი თვალები სათნო წაგებაში რო იხდიდნენ მაყუთს მარტო მიჩემნია მიწაში ჩამდონ ვიდრე შენთან მოგებადავთ შენი წარმომავლობის გამო ხვდები რომ არ ხარ სანდო ეს პირში აიღებს და ისტორიას გადაწერს ეგო ნება თუ დართო ტოკკაფისთან ბაზრობს რო ფეხბურთელი იყო და ტრავმის გამო თავი დაანება იმათ ბურთი ეს ეგონა თამას აგორავებდნენ ხოლმე ეგ ტრავმა იყო პროსტა გამართლება და როცა ჩემი ანონსები წინანდელივით გამართლდება ჩემი იქნება ჩემში გამარჯვება შენი ამბავი კი ესე უბრალოდ დამთავრდება ნეტა ვაფშე არ მენახა ეგ ინტერვიუ ღიპიანები იგებენ ბეთლს კი არა ამ ბეთლის მერე დაგიტოვებ გულში მხოლოდ ნაბლს მუშტი ვიდღებს გაგიხეთქავ დათუნგელი ხარ რატო ვერ ხედავ შიგნით ხორცის ნაგლეს ალბათ იმიტომ რომ გელი კი არა პატარა ტედი დათუნია ხარ რომელიც ყველგან უკან დამდევს თან გონია დაყრის ფაქტებს მაგრამ შენი საუბარი არავის ადარდებს კი მოხვედი აქამდე მაგრამ ადილებს არ უნდა დახამდე და რო წააგებ გარეთ გამომწევი სალაპარაკო მაგ წასვლამდე
მე ვარ ერთი და ერთადერთი შენ ვერაზოს გახდები პირველი მარტო ხარ როგორც ის ბავშვი ახალწელ სახლში ორი ნაბიჯი წინ ვარ შენ ორი თვალითაც ვერ ხედავ საიდან გიტყავ თავში სამი სტროფი მყოფნის რომ დაგსვა სირზიან 300-ო დაგატო პირზე მე 4 რაუნდსაც მოვიგებდი რომ იყოს დარჩებოდი ჩინელი პუტანკის ვიძე ეხა უკვე 5 თითია შეკლული რომ ძლიერი პანჩი მოხდეს კბილზე ბანძი მაგალითი ხარ ბავშვებისთვის ბიჭო რეპერის კი არა არავისიაში არ ირიცხები რა რეპიდასია ერთი მოჯმაა ტიპი მაგრამ წეღამცადე უნიტაზშიც არ ირეცხები თუ გინდა რამე დაამტკიცო თუ გინდა რამე დაამტკიცო ნუღარიფიცები მე ვიფერფლები მაგრამ ფენიქსივით ეხლა თავიდან ვიბადები შენი თვალები ვხედავ მევედრებიან დავდო საშინელი შედეგები მაგრამ ნებისმიერი ჰეითის მერე შენზე მედგრავდგები ისეთი დოყლაპია სახე გაქვს თითქოს ჩემს აზრებში იკარგები ბიჭო ვერაფრით ვითარდები და რატო ატყუებ ამ ხალხს რომ რამე წინ წახვედი ასეთი გოიმობების წერაში ღამეებს გავათევდი რადგან გონებით მარტო შენაირ კვერცხს დავათრევდი შეიძლება ცოტა განაწყენდი უფრო უარეს პანჩებს დაგაწევდი მაგრამ ჩემი ეგო არ მაძლევს უფლებას რომ ჩემზე სუსტი დავამცირო ან წავართვა მისი შინაგანი სამაჩაბლო და არა მარტო ეს შენ სალომე კაპანაძეს კი არა შინაგანი სამაჩაბლო აი მარტო ეს ლაინი იყო მთელი ბეთლის ტოპას რა ვის დაუწერ ტექს რადგან ხარ უნიჭო კი არა ბიჭო ხარ უნიჭო საკუთარი მიწაწყალი არ გაქვს შეიძლება გონი ვარ უბიწო მაგრამ მართალი ვარ და მეტი ვის რა უნდა უმტკიცო აი ეხლა გეტყვით როგორი შიფრება ატო AKA old fresh only. ბიჭო, ტიპი ისეთი ნაგავი ხარ, შენი სახელიდანვე ჩანს, მაგრამ შენც ვერ ხვდები მგონი. შენი ფეხბურთელის კარიერა შენზე მოკლეა, ვაფშე სადმე როგორ უნდა გაიტანო გოლი. თან მაქსიმაღლის ფონზე შენი სახე იკარგება ამ ხალხში. აწი მეტარხუნე კი არა, ყველაზე მყრალი ლეში ხარ ბაზარში, ეს ბეთლი ჩემი ტახტია, შენ კი სტუმარი ხარ ამ დარბაზში და ჯობია მალე მორჩე სანამ ჩემები ჩაგაგდებენ სარდაფში. იქამდე გებეთლავები სანამ ჩემი დიდი დინამიტი შენ პირში არ იქნება აფეთქებული. სანამ აქ სათნო სახეს არ დავინახავ ატირებული. ეს ფეცრა ნელა გავიდა და აფეთქებული, აღარ მინდა ძილის წინ ვიყო ამაზე ჩაფიქრებული. Короче, სანამ გამოვიდოდი უზარმაზარი мотиваცია მქონდა მეთქი ძლივს რაღაც ისეც დავწერათ შემთავს აღწერს. მაგრამ დიჩი იღებს იმ ნაგლესს და ეგრევე მუზას მართლებს. არ ვიცი იმეც კი არა ვაფშე შენზე როგორ ამყარებს რამე შეიძლება მხარს უჭერს დრამებს მე კიდე გულში დაგცინი სანამ რაუნდის ბოლომდე იტყვი წამებს. კი ამაზე თითქოს არის რაღაც საწერი, მაგრამ მეთქი მე არ ვარ ამის სამღწერი. ამაზე ვინ არის უზარმაზარი რაუნდების სამწერი, ისეთი ტიპია, ვიცი სისულელეებით გავტენი, მაგრამ ფაქტია ვეღარ გავძელი. იქნებ დავუტოვო კიდე ჩანსები, მე მაინც აქ მოვიხარშები, მაგრამ ვინაა ბიჭო ამის ნახევარ ფინალში გამშვები, მოაშორეთ ეს ბებერი ბავშვები. შენი ფლოუ თბილისის ავტობუსი ვინელია. ჩემი აზრით. ქვედემ თავის თავს მოუგო, იმიტომ რომ კარგად იბაზრა და ბოლომდე არ შეშლია რაც შევხედე. და ამ ტიპმა აჯობა, იმიტომ რომ უფრო ესეთი ფანჩები ჰქონდა რა. ესეთი პირდაპირი. რა ქვია მაგას, ხოდი კი არა და უფრო მეტი შემართებაც ჰქონდა ჩემი აზრით და კარგადაც აწყობილი. ხოდა ეხა ენაის შეფასებას მოусმენ. ხვედეს შემთხვევაში ჯერ ხვედეს დავახასიათებას თქვათ. ნამდვილად გაზრდილი ხარ წინა ბეთლებიდან, რომელიც რავი რამდენიმე წლის წინ იყო ალბათ და ძალიან კარგი იყო შენი კამბექი, ძალიან სასიამოვნო სანახავია და მიხარია ხოლმე OG არტისტების დაბრუნება ნებისმიერ სცენაზე. გაზრდილი ხარ, საკმაოდ დახვეწილი ხარ, მომეწონა მომზადება პერფორმანსი, აგრესიაც და რაღაც სასაცილო მომენტები და როუსტები, რომელიც ქონდა ჩართული და ხო, ნათია მეც ვიცი, უბრალოდ ბოლოს მესამე რაუნდმა უკვე ძალიან დამღალა და მოსაწყენი იყო რაღაცნაირად ჩემთვის. გაერთიანებული არც თუ ისე ბევრ ფანჩლაინთან, მაგრამ საბოლოო ჯამში როუსტების ხარჯზე ძალიან კარგი იყო. გავერთე. შენ რაც შეგეხება ატოს შემთხვევაში, ფანჩები მეტი იყო ჩემთვის და უფრო დაალაგებული სეტაპები იყო, უფრო დიდი სეტაპები, კრეატივი უფრო დავინახე აქედან. ნუ პერფორმანსის მხრივ მომზადებული იყავი ნამდვილად. და სამივე რაუნდი პრინციპში 10-იანზე იყავი მომზადებული ერთ ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით. საბოლოო ჯამში ქულები დავწერე, დავაჯამე ყველა რაუნდი დავითვალე, სად რა იყო და გამოვა ქულა ალბათ გაითვლიან და მოკლედ ჩემი ხმა ატოს რა ამის თქმა მინდოდა. კაი, ატო მოიგო, ხვედა 7-7-9 და ატოს 9-9. და კომენტარებს ჩავხედე და ხვედე თავის წაგებებით ყოფილდა და მოგებული მაინც რატო წააგებინეთ. ხვედეს მოპარეს ძმაო, პირველად ხვედე მოიგო და წაართვეს. სასიამოვნოდ გამოცებული ვარ, ჩემთვის შენ მოიგე. ნიტოა, ვიღაც ახსანა კიდე ანთიასგან მეც უკეთეს შეფასებას ველოდი არ ქონდა ატოს ახლა ესეთი ფანჩები რომ 10 დაეწერაო. ისეთი ფანჩები არც ატოს არ ქონია მართლა რომ 10 მიიღო. აი რაღაცა გადარევა და უჰუჰუჰუ და ძალიან ვიცინე და ძალიან მიხარისე თქვა არ ყოფილა. მეორე რაუნდი მომეწონა ამ ატოსი. ხვედეს პირველი რაუნდი მომეწონა და მესამე რაუნდში ორივე ესე იყვნენ რა რაღაცნაირად. ჩემთვის იყო თანაბარი ბეთლი რა. უბრალოდ ბოლოს მართლა დავიღალე, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ისეთი ბაზარი მიდიოდა, რომ აი არც მწვავეს წავდნენ, არც შამპურს წავდნენ და რაღაცნაირად ძალიან მოსაწყენი გახდა ჩემთვის და შეატყვეთ კიდევაც ვეღარ უსმენდი. საერთო ჯამში
ის შემართება რომ შეინარჩუნებინათ და ენერგია რაც თავიდან იყო, ალბათ უფრო მეტად მომეწონებოდა. და ხო, შეიძლება ითქვას რომ ხვედეს წაართვა ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვანაირად ფიქრობდი, მაგრამ ეხლა თქვენს აზრზე გადმოვედი, იმიტომ რომ მაგრამ რავი, მაინც ცოტათი ჯობდა ალბათ ატო რა, ცოტათი. აი ხვედეს კიდევ უფრო მეტად რომ იმუშავა თავის თავზე, თან რატო მოითხოვება მეტი, იმიტომ რომ უფრო მეტი გამოცდილება აქვს და უფრო დიდი ხანია რაც ამ სფეროში და ატოს მაგალითად პირველად ვხედავ ვაფშე მე და საღოლ რა ვიცი. თავიდან კი ვთქვა რა ცოტა ხმა მაგზიზიანებს თქო, მაგრამ შეგუების ამბავი ყოფილა. მოკლედ, სულ ეს იყო ხალხო. ამ რეაქციას სავარაუდოდ ავტვირთავდებ, თუ მიყურებთ, აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო და თუ გამომიწერთ ეგ ხო, ძალიან განასარევი იქნება. კომენტარებში დამიწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ ბედზე და ზოგადად ამ პროექტის რეაქცია გავაგრძელო თუ არა. შემდეგი მეთლი პელე versus ქილა იქნება და მაგას უეჭველი დავარეაქტებ და მაგის შემდეგ მეთლებზე არ ვიცი რას ვიზავ. ასე რომ თუ თქვენ დამიკომენტარებთ რომ დაარეაქტებ, დავარეაქტებ, თუ არ გენდობებათ, მეც დავიკიდებ და პროსტა ვუყურებ ხოლმე და შეიძლება ეგეც აღარ ვქნა. ხო, სულ ეს იყო მეგობრებო, ნახვამდის აბა, აბა ხო.